გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ჩემი ხმა როგორ ისმის, თუ შეიძლება ჩატში რო დავწეროთ, სანამ სხვებით შემოგვიერთდებიან, კავშირი შევამოწმოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ვარ გიორგი იოსებიძე, Univius ინჟინერი და ტრადიციულად ხუთშაბათობით ინტელკომ ჯგუფი გთავაზობთ საინტერესო აქტუალურ ტექნიკურ თემებზე ვებინარებს. დღევანდელი ჩვენი ვებინარი შეეხება Univius ცენტრალიზებულ მართვის სისტემებს. ასევე ტრადიციულად ძალიან იქნება გათამაშება და ძალიან გთხოვთ ყურადღებით ვიყოთ ვებინარის განმავლობაში, ვინაიდან დასმულ შეკითხვაზე პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ მოყოლილ მასალაში. დღევანდელი თემა, როგორც ვთქვით, ეს არის Univius ცენტრალიზებული მართვა და სანამ გადავართ უშუალოდ Univius ცენტრალიზებული მართვის პროდუქტების აღწერაზე, ვახსენოთ თუ კონკრეტულად რას წარმოადგენს ზოგადად ცენტრალიზებული მართვა უსაფრთხოების სისტემებში. რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს მაგალითად მარტივი უსაფრთხოების არქიტექტურა, ტოპოლოგია, მაგალითად ერთი ობიექტი რამდენიმე კამერით, ამ შემთხვევაში ცენტრალიზებული მართვის საჭიროება შეიძლება არც იყოს, მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ვთქვათ, გვაქვს რამდენიმე ბიზნეს ობიექტი, სხვადასხვა დაწესებულება, ან თუნდაც დიდი ობიექტი, სადაც უკვე არის არაერთი ვიდეო ჩამწერი, არის მაგალითად რამდენიმე ვიდეო ჩამწერი, ან სხვადასხვა უსაფრთხოების მოწყობილობები, როგორიც არის დაშვების სისტემები, ვიდეო დომოფონები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში უკვე საჭიროება დგება, რომ გამოვიყენოთ ცენტრალიზებული მართვის სისტემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამარტივებენ ყველა მოწყობილობის მართვას, მონიტორინგს, ამცირებენ ხარჯებს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა უპირატესობებს, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი იყოს ცალ-ცალკე და გაშლილი სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფებში თუ მოწყობილობებში. დღევანდელი ჩვენი თემა არის Univius ცენტრალიზებული მართვის სისტემები, როგორც დასაწყისში აღნიშნე და მიმოვიხილავთ სამ ძირითად პროდუქტს. ესენი არის Easy Station-ი, Easy Station-ი, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, ასე Univius-ი, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა UniVguards და All-in-one servers UG i5H16i-INI. დავიწყოთ პირველი საკითხით, ეს არის Easy Station 3 და 0. რა არის Easy Station? Easy Station-ი არის Univius უფასო VMSC, ანუ მართვის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა უსაფრთხოების მოწყობილობებს და გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი სივრციდან ცენტრალიზებულად მოვახდინოთ მათი მართვა. თვითონ Easy Station-ი, როგორც უკვე ვთქვით, არის პროგრამული უზრუნველყოფა, არის საკმაოდ მარტივი, როგორც ინსტალაციის დროს, ასევე უშუალოდ ოპერატორის მიერ მისი გამოყენება არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს და ერთ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც უნდა აღნიშნოთ, ის არის სრულიად უფასო პლატფორმა. Easy Station-ი არის Univius ეკოსისტემასთან თავსებადი, რაც ნიშნავს ეს, რომ მასთან ინტეგრირდება მხოლოდ Univius პროდუქტები, ისეთი როგორც არის ვიდეო ჩამწერები, IP კამერები, სხვადასხვა დაშვების სისტემები. ანუ მას პირდაპირ არ გააჩნია ეგრეთ წოდებული ONVIF პროტოკოლის მხარდაჭერა. შეგახსენებთ, რომ ONVIF პროტოკოლი უზრუნველყოფს იმას, რომ სხვადასხვა წარმოებლის უსაფრთხოების სისტემები ერთმანეთთან იყოს თავსებადი. ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში Easy Station-ს არ აქვს ONVIF პროტოკოლის მხარდაჭერა პირდაპირ, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად სხვა მესამე წარმოებლის პროდუქტი არ შეგვიძლია პირდაპირ ინტეგრირება მოვახდინოთ Easy Station-ში. თუმცა გვაქვს ამ შემთხვევაშიც გამოსავალი, თუ მაგალითად გვაქვს მესამე წარმოებლის რაღაც IP კამერა, შეგვიძლია ეს კამერა ONVIF პროტოკოლით დაუკავშიროთ
Uniview's ვიდეო ჩამწერს, ხოლო უკვე ეს ვიდეო ჩამწერი პირდაპირ დაუკავშირდება Easy Station-ს ყოველგვარი სირთულეების გარეშე. ამიტომ ეს პრობლემაც ასე შეგვიძლია ირიბად გადავჭრათ ამ შემთხვევაში. თვითონ Easy Station-ი არის საკმაოდ ძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა, მას აქვს 512 ლოკალური და 512 ეგრეთ წოდებული ღრუბლოვანი არხის მხარდაჭერა, შესაბამისად 64 მოწყობილობა როგორც ლოკალური, ასევე 64 მოწყობილობა ღრუბლოვანი. მას შეუძლია არა მარტო როგორც უკვე ვახსენე, არა მარტო ვიდეო ჩამწერების და IP კამერების ინტეგრაცია, არამედ სხვადასხვა მოწყობილობების, როგორც არის მაგალითად ქსელური მართვის ჯოისტიკები, ვიდეო სისტემები და ასე შემდეგ. ვინაიდან იგი წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, მას აქვს გარკვეული ტექნიკური მოთხოვნები, რასაც სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ მოხდეს ამ პროგრამის ინსტალაცია კომპიუტერზე. აუცილებელია, რომ იყოს Windows 10 ან 11 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა, ასევე რაც მის უპირატესობაზე მეტყველებს, მას აქვს macOS X-ის მხარდაჭერა, ანუ შეუძლია Apple-ის ოპერაციულ სისტემასთან ინტეგრირება. მინიმალური მოთხოვნები ტექნიკური ეს არის მინიმუმ i5-ის პროცესორი და 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. შესაბამისი ვიდეო ბარათის არსებობის შემთხვევაში შეუძლია დაიერთოს 4 დამხმარე ეკრანი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ live რეჟიმში მეტ კამერას მივადენოთ თვალყური. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Easy Station-ის პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი არის Uniview's ოფიციალურ ვებ-საიტზე და არ გვჭირდება მისი ძებნა სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე, საეჭვო საიტებზე ან რაღაც დამატებითი ეგრეთ წოდებული კრეკების და გასაღებების მოძებნა, რაც დამატებით ქმნის უსაფრთხოების რისკებს. Easy Station-ი პირდაპირ ყოველგვარი სირთულეების გარეშე შეგვიძლია გადმოვწეროთ Uniview's ოფიციალური ვებ-საიტიდან. რაც შეეხება თვითონ იმის ინტერფეისს, იგი არის საკმაოდ მოსახერხებელი და ინტუიტიურად გასაგები. შეგვიძლია ეს ინტერფეისი მოვირგოთ ჩვენი საჭიროებების მიხედვით, დავალაგოთ ეს ფუნქციები როგორც გვინდა და გაუმარტივოთ თქვათ ოპერატორს მისი გამოყენება. მასში ხელმისაწვდომია ყველა ის ძირითადი ფუნქცია და ოფციები, რაც ჩვეულებრივ ლოკალურად გვაქვს NVR-თან, როდესაც უმუშაობთ, როგორც არის მაგალითად, რა თქმა უნდა, live რეჟიმში 64 კამერის მხარდაჭერით ერთ live ეკრანზე, გადახვევის ფუნქცია, PT-ზე კამერების კონტროლი, ინტერაქტიული რუკა, ალარმების მონიტორინგი და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ვიდეო სამეთვალყურო სისტემები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სტანდარტული ფუნქციებით და მათში ინტეგრირებულია უკვე სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ჭკვიანური ფუნქციები და თავისთავად Easy Station 3 და 0-ის უახლესი განახლებებიც უკვე გვთავაზობენ თავის ინტერფეისიდან ამ ჭკვიანური ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობებს. მაგალითად, როგორც არის people counting-ი, seek-free search-ის ფუნქციები, რომლებიც ტექსტის ძებნას უზრუნველყოფენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უკვე ხელმისაწვდომი არის Easy Station-ის განახლებულ ვერსიებში. Easy Station-ი, როგორც უკვე ვახსენეთ, არის სრულიად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც გვთავაზობს თვითონ წარმოებელი და უნდა ხაზი გაუსვათ ამ უფასო ვერსიაში გვაქვს ჩვენ სრულფასოვანი სისტემა ხელმისაწვდომი. ანუ რას გულისხმობთ, ეს არ არის რაღაც გარკვეული დროით ან შეზღუდული ფუნქციებით უფასო ვერსია. როდესაც Easy Station-ს გადმოვწერთ და დავაინსტალირებთ ჩვენს სისტემებზე, ჩვენ ვიღებთ სრულფასოვან პროგრამულ უზრუნველყოფას ჩვენი უსაფრთხოების სისტემების ცენტრალიზებული მართვისთვის. ანუ ეს არ არის რაღაც დროებითი შეზღუდული ლიცენზია უფასო ან რაღაც გარკვეული ლიმიტები რაღაც ფუნქციონალზე. Easy Station-ი არის სრულიად უფასო იმ პარამეტრებით, რაც წინა სლაიდებზე მოგახსენეთ. Easy Station-ი არის იდეალური გადაწყვეტა მცირე და საშუალო პროექტებისათვის, მაგალითად, სადაც ჩვენ მოთხოვნები დააკმაყოფილებს ის პარამეტრები, რაც Easy Station-ს აქვს, როგორც არის 512 არხი და 64 მოწყობილობა. თუ ამ პარამეტრები საკმარისი არის ჩვენი პროექტისთვის, მაშინ Easy Station-ი არის საკმაოდ კარგი გადაწყვეტა და გვაძლევს იმ სრულფასოვან ეფექტს, რასაც ცენტრალიზებული მართვის სისტემები გვთავაზობენ. შეიწერებიან, შევამოწმოთ.
ეს იყო პირველი პროდუქტი, რომელიც განვიხილეთ ვებინარის ფარგლებში. გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე, რომელსაც უნივი გვთავაზობს ცენტრალიზირებული მართვისთვის და ეს არის UniVGuard-ი. UniVGuard-ი წარმოადგენს უკვე ინტეგრირებულ უსაფრთხოების გადაწყვეტას, თუ რას გულისხმობ თამაში ქვემოთ სლაიდებზე მოგახსენებ და უფრო გასაგები გახდება. ისიც არის პროგრამული უზრუნველყოფა, დაფუძნებული არის მხოლოდ Windows-ის ოპერაციული სისტემებზე, ანუ მუშაობს მხოლოდ Windows-ის პლატფორმაზე. Uniview Station-ს განსხვავებით Uniview Guard-ი არის უკვე ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფა, აქვს საკმაოდ მოქნილი ლიცენზიების სისტემა, ანუ ყიდულობთ იმდენ ლიცენზიას, რამდენიც საჭიროა და Easy Station-ისგან განსხვავებით, UniVGuard-ს აქვს უკვე პირდაპირ ONWIF პროტოკოლის მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ გავემეორებ, გულისხმობს იმას, რომ პირდაპირ შეგვიძლია მოვახდინოთ სხვა მწარმოებლის აპარატურის ინტეგრაცია ჩვენს პლატფორმაზე. უკვე UniVGuard-ი როგორც ვახსენეთ, არის საკმაოდ ძლავრი და მრავალფეროვანი ინტეგრირებული სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას აქვს 2000 მოწყობილობის მხარდაჭერა 10000 არხით. Ამ 10000 არხიდან 2000 შეიძლება იყოს რო ჭკვიანი ფუნქციებით. ასევე აქვს 256 დათვების სისტემის მოწყობილობის დაერთების საშუალება 1000 არხით, ვიდეო ინტერკომის 256 მოწყობილობა 5000 არხით და განგაშის სისტემები 2000 მოწყობილობა 5000 არხით, რაც ეს ციფრები დამერწმუნებით, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია და Easy Station-ისგან განსხვავებით წარმოადგენს უფრო მასშტაბურ გადაწყვეტას სხვადასხვა ამოცანებისთვის და პროექტებისთვის. როგორც უკვე მოგახსენეთ, UniVGuard-ი ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა ასევე და მასაც გააჩნია ის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნილებები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სისტემა, რათა მისი მუშაობა იყოს სრულფასოვანი და ეფექტური. სასურველია, რომ მისი ინსტალაცია მოხდეს Windows-ის სერვერულ ოპერაციული სისტემებზე, თუმცა ასევე მუშაობს ჩვეულებრივ სამომხმარებლო Windows 10-ზე და Windows 11-ზე. სასურველია ასევე და მნიშვნელოვანია ის პარამეტრები, რაც ვთქვით 2000 არხით, 2000 მოწყობილობა 10000 არხით, ეს სიმძლავრეები სრულად რო იყოს გამოყენებული, იყოს შესაბამისი სიმძლავრის პროცესორი, მაგალითად როგორც არის i7-12 სერიის ოპერატიული მეხსიერება 32 გიგაბაიტიანი და ქსელური ინტერფეისი 2 პორტით, ვინაიდან სხვადასხვა ბექაპირებისთვის გამოვიყენოთ შესაბამისი ინტერფეისები. რაც შეეხება მართვის პანელს, თვითონ იგი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ დეშბორდ სისტემას, ანუ ძირითადი ფუნქციები ჩვენ შეგვიძლია დეშბორდების სახით მოვირგოთ ძირითად ეკრანზე, გამოვიტანოთ მართვის პანელზე ის ფუნქციები, რომლებიც ჩვენ გვესაჭიროება. აბსოლუტურად მომხმარებელზე მორგებული სისტემა, მომხმარებელს შეუძლია თავის საჭიროების მიხედვით აქაც დაალაგოს ეს დეშბორდები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეშბორდების სახით შეგვიძლია გამოვიტანოთ არა მარტო ძირითადი ფუნქციები, არამედ თვითონ სერვერის რესურსების კონტროლიც, რაც დამერწმუნებით საკმაოდ გადამწყვეტია, როდესაც ესეთი მძლავრ სისტემებთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ვაკონტროლოთ მაგალითად როგორი არის ქსელის დატვირთვა ან ცენტრალურ პროცესორზე დატვირთვა, ვინაიდან რაღაც შეფერხების ან ხარვეზების დროს გქონდეს პირდაპირ ცოცხალ რეჟიმში ინფორმაცია, თუ რამე პრობლემა წარმოიქმნა აპარატურულ ნაწილში. ვინაიდან იგი წარმოადგენს საკმაოდ დიდ და მძლავრ სისტემას, რომელიც განკუთვნილი არის დიდი ორგანიზაციების და დიდი ობიექტებისთვის, სადაც არის მაგალითად შესაბამისი ტექნიკური პერსონალი და ბევრი თანამშრომელი, ამიტომ მას აქვს საშუალება, რომ ერთდროულად მასთან იმუშაოს 100 მომხმარებელმა. სულ შეგვიძლია დავარეგისტრიროთ 3000 მომხმარებელი და ეს მომხმარებლები დავყოთ გარკვეულ ორგანიზაციულ ერთეულებად, რომლებსაც ექნება სხვადასხვა დონის ცდომის უფლებები სისტემაში ინტეგრირებულ სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემებთან. ასევე შეგვიძლია ორგანიზაციული ერთეულების გარდა მაგალითად მომხმარებელს მივანიჭოთ სხვადასხვა როლები და სხვადასხვა უფლებები. რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ერთი მომხმარებელი შეიძლება იყოს ოპერატორი, მეორე შეიძლება იყოს ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. თუმცა გარდა იმისა, ასევე შეგვიძლია უფრო მეტი დეტალიზაცია მოვახდინოთ ცდომის უფლებების, დავყოთ კიდევ უფრო მაგალითად ერთ ოპერატორს ჰქონდეს სხვანაირი უფლებები, ხოლო მეორე ოპერატორს ჰქონდეს სხვანაირი უფლებები სისტემის მართვისა და მონიტორინგის დროს.
ასევე UniVGuard ინტეგრირდება თავისუფლად Microsoft-ის Active Directory-ასთან. როგორც მოგახსენებათ, Microsoft-ის Active Directory-ა ეს არის ცენტრალიზებული ავტორიზაციისა და აუთენტიკაციის სისტემა, რაც ძირითადად დანერგილი არის ხოლმე დიდ ორგანიზაციებში და სტრუქტურებში და გვიადვილებს სხვადასხვა სისტემების ავტორიზაციას და აუთენტიკაციის პროცესს. ასევე შეგვიძლია ჩვენი UniVGuard სისტემაც ჩავართოთ Active Directory-აში და უკვე იმ Active Directory-ის მომხმარებლებით მეშვეობით მოვახდინოთ ჩვენი ცენტრალიზებული მართვის პლატფორმის მართვა. იგი წარმოადგენს, როგორც უკვე აღნიშნეთ, უნივერსალურ პლატფორმას, თავსებადია ONVIF პროტოკოლთან, ასევე იგი არის სერვერული ტიპის გადაწყვეტა და ანუ მასთან სამუშაოდ საჭიროა სხვადასხვა კლიენტის აპლიკაციები, მაგალითად როგორც არის აქვს თავისი საკუთარი კლიენტ ვერსია, რომელიც ყენდება უკვე ოპერატორის მხარეს, ასევე შეგვიძლია მისი მართვა ვებ კლიენტის ან მობაილ აპლიკაციის საშუალებით. რაც შეეხება მოქნილობას, აქ შემთხვევაში ისიც აქაც გვაქვს ძალაკმაოდ ისეთი კარგი სიტუაცია, ვინაიდან აქვს მორგებული ყველანაირად ლიცენზირების სისტემა მომხმარებლის საჭიროებებზე, ანუ ყიდულობთ იმდენ ლიცენზიას, ან იმდენ არხზე, რამდენიც საჭიროა. ანუ კონკრეტულად იგულისხმება ის, რომ მაგალითად არ გვიწევს რაღაც გარკვეული პაკეტის შეძენა, მაგალითად 100 ან 200 არხზე ლიცენზიის, რაც ზედმეტი ხარჯებია. ყიდულობთ ზუსტად იმ რაოდენობას, რაც კონკრეტულად ჩვენს ამოცანებს და პროექტებს ესაჭიროება. რაც თავისთავად იძლევა ხარჯების დაზოგვისა და ოპტიმიზაციის საშუალებას. შემდეგი პროდუქტი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის უკვე არა პროგრამული უზრუნველყოფა და გადაწყვეტა, როგორც წინა ორ შემთხვევაში იყო, არამედ ეს არის უკვე სრულფასოვანი all-in-one სისტემა. რაც გულისხმობს all-in-one სისტემა, ანუ UG სერვერი თავის თავში აერთიანებს როგორც აპარატურულ, ასევე პროგრამულ ნაწილს. თვითონ ამ პროდუქტის დასახელება, სრული დასახელება არის UG i500 H16-INI, თუმცა შემოკლებით მოიხსენიებ ხოლმე როგორც UG სერვერი ვებინარის ფარგლებში. და რა არის ეს? ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა თავისი აპარატურული ნაწილით, ანუ მთლიანი სერვერია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა ის ფუნქციონალი, რაც მაგალითად ხელმისაწვდომი იყო UniVGuard-ის შემთხვევაში, აქაც ხდება, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვყიდულობთ არა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ all-in-one servers, როგორც პროგრამული თავისი ნაწილით, ასევე აპარატურული ხარდაჭერით. ამ შემთხვევაში გვაქვს თავისი პარამეტრები, რომლებსაც აკმაყოფილებს UG სერვერი. ეს არის მას შეუძლია, რომ მიერთოს 1000 მოწყობილობა 2000 არხის 2000 არხით, ასევე იგი თავზებადია ONVIF პროტოკოლთან და სხვა მესამე წარმოებლების, მაგალითად RTCP პროტოკოლებთან. როგორც UniVGuard-ის შემთხვევაში, აქაც ინტეგრირდება სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემები, როგორც არის დაშვების ტერმინალები, ვიდეო დომოფონები და ასე შემდეგ. მასაც გააჩნია მართვისთვის სხვადასხვა კლიენტ ვერსიები, მაგალითად ვების საშუალებით, თავისი კლიენტის საშუალებით და ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით. ვინაიდან იგი წარმოადგენს უკვე მზა ტექნიკურ გადაწყვეტას სრულად, ეს არის როგორც hardware-ი, ასევე software პროდუქტი, ამას აქვს შემდეგი პარამეტრები, იგი მუშაობს Linux-ის ოპერაციული სისტემაზე, კერძოდ Ubuntu 24-ზე, არის პროცესორი i3, აქვს 16 SATA მყარი დისკის მხარდაჭერა, საკმაოდ შთამბეჭდავი გამტარება აქვს, 650 მეგაბიტი წამი აქვს და 4 ქსელის ინტერფეისი. აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვევ ხაზს, როგორც UniVGuard-ის განხილვის შემთხვევაში იყო, UniVGuard-ი არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ინსტალირდება Windows-ის ოპერაციული სისტემაზე, ხოლო UG სერვერი ეს არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, სრული გადაწყვეტა როგორც პროგრამული, ისევე აპარატურული და იგი მუშაობს Linux-ის ოპერაციულ სისტემაზე. რაც ვიცით, რომ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ოპტიმალურად გამოვიყენოთ აპარატურული ნაწილი, ანუ წარმადობა გაცილებით უკეთესი აქვს Linux-ზე ინსტალირებულ პლატფორმებს, ვიდრე სიტყვაზე Windows-ის შემთხვევაში. ეს ზოგადად ეს ხდება ამ ტექნოლოგიებში.
UG სერვერი გამოირჩევა მაღალი მდგრადობითა და ხელმისაწვდომობით, როგორც უკვე აღნიშნე, მას აქვს 16 SATA პორტის მხარდაჭერა, ანუ 16 სალი მწყარი დისკი შეგვიძლია მასში განვათავსოთ. რა თქმა უნდა, აქვს სხვადასხვა RAID ფუნქციების მხარდაჭერა და ასევე აქვს hot swap ფუნქციაც. რას გულისხმობს hot swap ფუნქცია, რომ დავკონკრეტეთ, ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, რომ თუ რომელიმე მყარი დისკი გამოვიდა წყობრიდან, ან წინასწარ მონიტორინგის შედეგად შევამჩნიეთ, რომ არის კრიტიკულ მდგომარეობაში, სერვერის გადატვირთვის გარეშე შეგვიძლია პირდაპირ ამოვცვალოთ ეს მყარი დისკი ყოველგვარი ხარვეზების გარეშე და სისტემა გააგრძელებს სრულ ფუნქციონალს. ასევე UG servers აქვს ორი კვების ბლოკი, ეგრეთ წოდებული მოდულარული კვების ბლოკების მხარდაჭერა აქვს და თუ ერთი კვების ბლოკი გამოვიდა ყოველდღე რაღაც გარკვეულად ხარვეზების შექმნა, UG სერვერი ყოველგვარი შეფერხების გარეშე აგრძელებს მუშაობას. და ამ მომენტში შეგვიძლია თქვათ ის დაზიანებული კვების ბლოკიც ამოვცვალოთ. ასევე აქვს 4 ქსელის პორტი, როგორც უკვე ვთქვი, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა რეჟიმში ვამუშაოთ, როგორც არის load balance, multi-address და fault tolerance. რას ნიშნავს თითოეული მათგანი? ანუ შეგვიძლია რომ მაგალითად ერთმანეთი დააბალანსონ ამ პორტებმა და გადაინაწილონ load balancing-ის შემთხვევაში ქსელური ტრაფიკი, ან მაგალითად იმუშაონ როგორც ცალ-ცალკე პორტებმა სხვადასხვა IP მისამართზე, ან კიდევ თქვათ დავაჯგუფოთ ორი მათგანი იყოს ერთ ლოგიკურ ინტერფეისში, ორი მათგანი იყოს გაერთიანებული მეორე ლოგიკურ ინტერფეისში და თქვათ თუ პირველი ორიდან რომელიმე გამოვიდა წყობაში, ავტომატურად გადაირთვება მეორე ორზე ეს ჩვენი ქსელური ინტერფეისი, რაც ასევე გამორიცხავს ქსელურ ჩავარდნებს ან სხვა ქსელთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც შეიძლება შეექმნას მაგალითად სერვერულ მოწყობილობას. ასევე ძალიან საინტერესო გადაწყვეტა არის ამ სერვერში გამოყენებული, ეს არის dual BIOS-ი, ანუ ორი BIOS-ის ჩიპი აქვს ჩაშენებული, რაც ასევე უზრუნველყოფს მის მაღალ ხელმისაწვდომობას და მდგრადობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად ერთი BIOS-ის ჩიპის ყოველდღიდან გამოსვლა, ან მაგალითად რაღაც აპდეიტის შემთხვევაში რაღაც ხარვეზი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სისტემა აღარ ჩაიკვირთება. მეორე BIOS-ის ჩიპი თავის თავზე იღებს ჩვეულებრივ ფუნქციონალს და შეუძლია სისტემა ჩატვირთოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მაგალითად პირველი BIOS-ი დაზიანებულია. კიდევ ერთი ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს ამ სერვერის მაღალ ხელმისაწვდომობას, ანუ ყოველთვის რომ ჩვენი მონაცემები იქნება ხელმისაწვდომები და არასდროს არ გვეთიშება სისტემა, ეს არის dual server hot standby რეჟიმი. ანუ ყველა იმ ჩამოთვლილ უპირატესობასთან ერთად რაც აღნიშნე, მას შეუძლია თავი ზუსტად იდენტური სერვერი თუ გვაქვს მეორეც, ეს ორი სერვერი ვამუშაოთ dual server-ის რეჟიმში. რას ნიშნავს აღნიშნული რეჟიმი? ეს არის რეჟიმი, როდესაც ერთი სერვერი არის ძირითადი, ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რაც საჭიროა, ხოლო მეორე არის, ასე ვთქვათ, stand-by რეჟიმში. თუ ერთი სერვერი გამოვიდა წყობრიდან, მეორე სერვერი იღებს თავის თავზე სრულად ფუნქციონალს და სისტემა აგრძელებს მუშაობას. საკმაოდ როგორც ხედავთ, ისეთი ძლავრი გადაწყვეტა არის უსაფრთხოების მართვის სისტემებისთვის და საკმაოდ საინტერესო თვითონ როგორც პროგრამულად, ასევე აპარატულად. როგორც მოგახსენებათ, ახლა ჩვენ ვებინარის ფარგლებში არ გვაქვს საშუალება, რომ პირდაპირ კითხვებს უპასუხოთ ლაივ რეჟიმში და ძალიან გთხოვთ, თუ რაიმე ისეთი საკითხი არის, რომელიც რაღაც უფრო დაზუსტებას მოითხოვს ან დამატებითი კითხვები გვაქვთ, ვებინარის ბოლოს გვექნება მაგისთვის დრო გამოყოფილი და გთხოვთ დასვათ შეკითხვები ჩატში და ვეცდები გიპასუხოთ ამოწურავად. გავაგრძელოთ ჩვენი ვებინარი. მასშტაბირებას რაც შეეხება, ანუ მაგალითად ჩვენ თქვით, რომ მას აქვს 1000 და მოწყობილობის და 2000 არხის მხარდაჭერა. ეს ციფრები ერთ შეხედვით საკმაოდ მოცულობითია და დიდია, თუმცა დიდი ორგანიზაციისთვის ან დიდი ბიზნესისთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი. ამ შემთხვევაში UG სერვერი აქაც გვთავაზობს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტას ამ პრობლემის. თქვათ, გვაქვს რამდენიმე UG სერვერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ცალ-ცალკე უნდა ვმართოთ ეს სისტემები. ეს რა თქმა უნდა უკვე მთავარი აზრი ჩვენ რასაც დღევანდელი ვებინარის ეს არის ცენტრალიზებული მართვა და ამ მთავარ იდეას ეწინააღმდეგება თუ მოგვიწევდა ჩვენ ცალ-ცალკე მაგალითად ამ UG სერვერების მართვა.
ამ შემთხვევაში UG servers აქვს ესეთი ფუნქცია, რომ თუ აქვს რამდენიმე მოწყობილობა ერთნაირი, შეგვიძლია ისინი გავაერთიანოთ ერთ სისტემაში, სადაც ერთი იქნება მთავარი, მასტერი, ხოლო დანარჩენი ეგრეთ წოდებული slave რეჟიმში იმუშავებენ, ან მართვა მაინც განხორციელდება ერთი სისტემიდან და სულ შეგვიძლია რომ გქონდეს ესეთ სისტემაში გაერთიანებული ერთი მასტერი და 10 slave მოწყობილობა. ამ შემთხვევაში უნდა გავუსვათ ხაზი, რომ 10 slave მოწყობილობა ეს არ ნიშნავს, რომ მათი არხები და შესაძლებლობები სრულად ჯამდება. ამ შემთხვევაში გამოიყენებს ის მხოლოდ 2800 მოწყობილობას 5600 არხით. ანუ სამი მოწყობილობის რესურსები ჯამდება ესე პირდაპირ, რაც შეეხება არხების რაოდენობის თვალსაზრისით. თუმცა დანარჩენი UG სერვერები ამ შემთხვევაში გამოიყენება bandwidth-ის დასანაწილებლად და როგორც storage-ები, ანუ ზრდის მეხსიერებას და სისტემა მასში ახდენს დატვირთვების გადანაწილებას, როგორც პირდაპირ რეჟიმში, live რეჟიმში bandwidth-ის გადანაწილებას, ასევე ჩანაწერების გადანაწილებას. ამ შემთხვევაში, რომ ესე გამოვიყენოთ ესეთ რეჟიმში ჩვენი სისტემა, აუცილებელია რომ ეს UG სერვერი იყოს სულ ყველა ერთი და იგივე მოდელის და ერთი და იგივე firmware-ის ვერსია იყოს მათში ჩატვირთული. ასევე მნიშვნელოვანია რომ იყვნენ ერთ LAN ქსელში გაერთიანებული, ვინაიდან საკმაოდ დიდი ქსელური ნაკადი იმოძრავებს ამ შემთხვევაში მათ შორის და ამიტომ ეს ვთქვათ სხვადასხვა ქსელში რომ მოვათავსოთ, გვექნება ქსელში შეფერხებები ან ვთქვათ წყვეტა და რაც ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება, ანუ ისინი ვერ მოახდენენ ერთმანეთთან სინქრონიზირებულად სწრაფად ურთიერთქმედებას და ამიტომ ძირითადი ამოცანები შეიძლება ვერ გადაიჭრას. ამიტომ ესენი უნდა იყოს განთავსებული აუცილებლად LAN ქსელში. UG სერვერი, როგორც მისი პარამეტრებიდან გამომდინარეობს, რაც ზემოთ სლაიდებზე ვისაუბრე, არის უკვე ინდუსტრიული გადაწყვეტა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი გამოიყენება უკვე დიდი ობიექტების, როგორც არის მაგალითად დიდი სავაჭრო ცენტრები, ან სხვადასხვა საცხოვრებელი კომპლექსების მართვისათვის, სადაც გვხვდება გვაქვს არა მარტო ვთქვათ ვიდეო სამეთვალყურო სისტემები, არამედ გვაქვს რთული დაშვების სისტემები, ვიდეო დომოფონები, სადაც საჭიროა მაგალითად ხალხის ნაკადის კონტროლი სავაჭრო ცენტრებში, ან თუნდაც თანამშრომლების დაშვების კონტროლი, ვთქვათ, რომელ თანამშრომელს რომელ სართულზე აქვს წვდომა, ან რომელ ოთახზე. ეს პრობლემა უკვე ხშირად ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე საოფისე სივრცეები ერთ დიდ კომპლექსში აერთიანებს სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა წარმოებლებს თუ სხვადასხვა შეიძლება განთავსებული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებიც ერთ ოფისში, ამიტომ იქ განსაკუთრებით საჭიროა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და დაშვების სისტემების სრულყოფილი მუშაობა, ვინაიდან კონკრეტულად იყოს განსაზღვრული, ვთქვათ, რომელ თანამშრომელს რომელ სივრცეზე მიუწვდობა ხელი. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვაც. ამ ყველაფერს სრულფასოვნად უზრუნველყოფს UG სერვერი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, გათვლილი არის საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტებისთვის. გარდა იმისა, რომ UG სერვერი ეს არის კარგი ტექნოლოგიური გადაწყვეტა და რთული პროექტებისთვის, ასევე არის საკმაოდ ჭკვიანური ინვესტიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ ღირებულებაში შევიძენთ არა მარტო ვთქვათ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ ჩვენ ვყიდულობთ სრულფასოვან all-in-one სისტემას თავისი სერვერული ნაწილით, ანუ არ გვიწევს მაგალითად ცალკე პროგრამული ნაწილის და ცალკე სერვერული აპარატურის შეძენა, აქედან გამომდინარე საკმაოდ ჭკვიანური ინვესტიცია. ასევე იგი უზრუნველყოფს მაღალ ავტონომიურობას და კონფიდენციალობას, რაც ხშირად აწუხებთ ხოლმე მაგალითად როგორც კერძო კომპანიებს, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და უსაფრთხოების თანამშრომლებს, ანუ რა იგულისხმება ამაში, რომ თქვათ ჩვენი მონაცემები ამ
მასშტაბის და ამ რაოდენობის სად უნდა განვათავსოთ და ვის ექნება კიდე თქვათ შეხება ჩვენს მონაცემებთან, რომ კონფიდენციალობის საკითხი არის ხოლმე ხშირად აქტუალური. ამ შემთხვევაში ეს პრობლემაც გადაჭრილია, ვინაიდან ეს სერვერი არის სრულად ავტონომიურად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საჭიროების მიმართ და თლიანი კონტროლი აიღოს ორგანიზაციამ ყოველგვარი დამატებითი მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ანუ არ ვინახავთ ჩვენ მონაცემებს არსად cloud-ში ან სხვა თქვა data center-ებში. შეგვიძლია ეს ჩვენი UG სერვერი განვათავსოთ ჩვენს ლოკაციაზე, სადაც გვჭირდება და სრული მართვა ავიღოთ თავიდან ბოლომდე ჩვენს ხელში. ასევე საკმაოდ უპირატესობა არის მისი ის, რომ აქვს ლოგიკური მასშტაბირების შესაძლებლობა, ან კონკრეტულად ვიცით ჩვენ თქვა თუ გვჭირდება რამდენი არხი გვჭირდება იმის მიხედვით შეგვიძლია გავთვალოთ კონკრეტულად რამდენი სერვერი უნდა შევიძინოთ და როგორ გავაკეთებთ მასშტაბირების პროცედურებს. რაც გამორიცხავს ყოველგვარ დამატებით ფარულ ხარჯებს, მაგალითად როგორც არის ხოლმე დამატებითი გადასახადები ან subscription გადასახადები ან რაღაცა ლიცენზიის პაკეტები, რომლებიც შეიძლება არ სჭირდებოდეს ჩვენ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით და მაინც ანუ ასე ვთქვათ გარკვეული ფარული ისინი ჩადებული არის ხოლმე სხვადასხვა მსგავს პროდუქტებში. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად ვიცით რა პაკეტი გვაქვს, რა პაკეტს რა შესაძლებლობები აქვს და ამის მიხედვით შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენი მასშტაბირების ანუ გაფართოების შესაძლებლობებიც. ეს იყო სულ რაც შეიძლებოდა ამ სამ პროდუქტზე ასეთ მოკლე დროში მოგვეყვანა ვებინარის სახით მოგვეყოლა. როგორც ხედავთ ეს განსაკუთრებით ბოლო ორი პროდუქტი UniVGuard და UG სერვერი არის საკმაოდ მძლავრი სისტემები, როგორც თავისი ფუნქციონალით, ასევე შესაძლებლობებით. ამიტომ მათ შესახებ ესე რაღაც გარკვეულ შეზღუდულ დროში სრულფასოვნად ინფორმაციის მოწოდება მეცადეთ რომ მაქსიმალურად მოგვეხერხებინა. ახლა კიდევ მზათა ვართ უპასუხოთ თქვენს შეკითხვებს. თუ რაღაც კონკრეტული კითხვა იქნება, რომელსაც მაგალითად ამ ვებინარის ფარგლებში ვერ გავცემთ პასუხს, ან გარკვეული დროის გამო ან რაღაც სპეციფიკური იქნება, მოეცდებით მოვინიშნოთ თქვენი შეკითხვა და უკვე შემდგომ სხვა კომუნიკაციის არხებით დაგიბრუნდეთ და მოგაწოდოთ სრულფასოვანი ინფორმაცია უნივიუს ცენტრალიზირებული მართვის სისტემების შესახებ. გისმენთ შეკითხვებისთვის? არა გვაქვს შეკითხვები, რაიმე არ დაგვაინტერესა, მაგალითად რაიმე ტექნიკური დეტალები ან რაღაც თუ არის დასაზუსტებელი, არ მოგვერიდოს, დავსვათ შეკითხვები. ან თუ იყო მაგალითად რაიმე საკითხი, რომელიც ვახსენეთ და ისე კარგად არ არის გასაგები, მზად ვარ გავიმეორო უფრო დეტალურად დავხსნა. ისმენთ ბატონო ლექსო. რაც შეეხება ბატონ ლექსო წერს და მანამდე ბატონ ადრეს უპასუხებთ ყველაზე იაფი ინფრასტრუქტურა რომელი გაქვთო IAP-ში თუ გულისხმობ ცენტრალიზებული მართვის სისტემებს ეს კონკრეტულად როგორც თქვი Easy Station-ი ეს არის სრულიად უფასო პროგრამული უზრუნველყოფა რაც შეეხება UniVGuard-ს და UG servers UniVGuard-ის შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეთ და შეგვიძლია დავთვალოთ კონკრეტულად ლიცენზიების რაოდენობით თქვენ რა მოთხოვნა გაქვთ და რა დაგიჯდებათ. ასევე UG სერვერის შემთხვევაში UG სერვერი ჩვენ ამჟამად გვაქვს ადგილზე, თუმცა სულ ახალი ჩამოსული არის და მისი ფასის დასადგენათაც შეგვიძლია მოგმართოთ და დეტალურად გეტყვით ამ ფინანსურ ნაწილზეც. ბატონ ლექსოს კამერი უპასუხოთ, კამერით ერთ წელს და რისი რაც შეეხება თქვენს იმას მაგალითად Easy Station-ის შემთხვევაში ის მინიმალური პარამეტრები რაც იყო მოყვანილი Easy Station-ის შემთხვევაში წესით თქვენ ამოცანას სრულფასოვნად დააკმაყოფილებს. ეს არის ეხლავე მოგახსენებ ზეპირად რო არ გითხრათ მაგალითად
Windows 10-ან 11, i5 პროცესორი, რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალი თაობის იქნება, უკეთესია და მინიმალურ 8 გიგაბაიტია მოცემული, ანუ 16 ან 32 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერები და კარგი ქსელის ბარათით თქვენ ამოცანას სრულად დააკმაყოფილებს. რაც შეეხება კამერების გაშვებას, მაგ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, live რეჟიმში მას აქვს 64 კამერის გაშვების ფუნქცია, თუმცა თუ ვიდეო ბარათი უწყობს ხელს და ის დანარჩენი მონაცემები საკმაოდ მძლავრია, მაშინ შეგვიძლია 4x 64 გავუშვათ live რეჟიმში, თუმცა აქ უნდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ უკვე ძალიან დიდი დატვირთვაა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს 8 გიგაბაიტი და i5 პროცესორი არ გეყოფათ და მე მაქვს უკვე თქვათ უკვე სერვერული მონაცემები დაგჭირდება, თუმცა 180 კამერის შემთხვევაში ალბათ შეიძლება რომ რაღაცა ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტაც მოიფიქროთ, მაგალითად შეიძლება ვცადოთ 32 გიგაბიტიანზე. იმას უპასუხეთ და ყველა გამიყოს გაშვებული. დაგავშევით რომ რაღაცა მინდა. ბატონო ლექსო, ვიდეო ბარათის შესაბამისი დაჭირდება. ახლა ბატონი გიორგი ვეკითხება, კითხვა ყურებას დაკავშირებით, როცა მინდა 60 ერთდროულად გაშვება, მინდა მხოლოდ ყურების ჩაჭერა რომ არ განხორციელოს, ასე არ მინდა იყოს Windows-ზე. ანუ თქვენ გულისხმობთ არა ან easy station-ზეა ბატონო გიორგი ისევ საუბარი როგორც ხდები Windows-ზე თუ არ გვინდა რომ იყოს ამ შემთხვევაში შეგვიძლია Mac-ზე დავაინსტალიროთ და ჩაწერას რაც შეეხება ეს უკვე შეგვიძლია მართოთ და საერთოდაც არ ჩავიწეროთ ფუნქციონალში ჩვეულებრივად ეს როგორც NVR-დან შეგვიძლია მივუთითოთ ისევე easy station-დან რომ მხოლოდ live რეჟიმში იყოს და რეკორდინგი ეგრეთ წოდებული ინგლისურ ტერმინს ვიხმარ არ გამოიყენოს ჩვეულებრივად შეიძლება ეს, თუმცა თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ მაგალითად სხვა ოპერაციულ სისტემაზე Univius კონკრეტულად ცენტრალიზებულ მართვის სისტემებში აქვს მხოლოდ ეს ვარიანტები, ანუ easy station-ი ხელმისაწვდომია Windows-ზე და Mac OS-ზე, UniGuard-ი არის ხელმისაწვდომი მხოლოდ Windows-ზე, ხოლო UGR-ი უკვე მთლიანი სერვერი არის, იმას ჩვენ ვერ გადავწერთ და ვერ გადმოვწერთ, ის იყიდება როგორც ერთიანი პროდუქტი და აი ეს უკვე არის ასე ვთქვათ, Linux-ის ოპერაციულ სისტემებზე. ასევე მინდა ერთი დაზუსტება გავაკეთო, UniGuard-ს როგორც უკვე მოგახსენეთ, არის ფასიანი პროგრამული უზრუნველყოფა, თავის ლიცენზიებია საჭირო შესაძლებელი. თუმცა არის 64 არხიანი ეგრეთ წოდებული დემო ვერსიაც, რომელიც თქვა საშუალებას გვაძლევს, რომ ფუნქციონალი და რაღაც გავტესტოთ და დავადგინოთ ჩვენი საჭიროებები. ეს დაზუსტებისთვის ისი თუ არ გვინდა რომ იყოს ანუ კომპიუტერი მაგ შემთხვევაში ანუ ეს პროგრამული უზრუნველყოფებია და მაშინ სერვერი დაგჭირდებათ ხო სხვა გამოსავალი ვერ ხვდები თუ შეიძლება რომ დამეზუსტოთ რომ მოგეხმაროთ უფრო კონკრეტულად კი პასუხოთ ჭკვიან ფუნქციებთან დაკავშირებით კი აქვთ ამათ ეს ჭკვიანური ფუნქციები, ანუ ისინი რაც მაგალითად ხელმისაწვდომი არის Windows ახალი თაობის ვიდეო ჩამწერებზე, NVR-ებზე, ის ფუნქციონალი ამ შემთხვევაშიც ხელმისაწვდომი არის. ამ შემთხვევაში თქვენ რასაც კითხულობთ ინტელექტუალურ ნაწილს ეს კონკრეტულად ეგ პუნქტი და ანუ ეს ფუნქციონალი იმუშავებს ისე როგორც მაგალითად NVR-ის შემთხვევაში არის ან NVR-ზე ესეთი ფუნქციები ზოგადად ჭკვიანი ფუნქციები ყოველთვის ჯობია რომ გააკეთოს კამერის მხარემ თუ აქ ამის საშუალებას მოგეხსენებათ ეს ორნაირად არის ხოლმე შესაძლებელი შეიძლება რომ მაგალითად კამერის მხარემაც აკეთოს NVR-ის მხარემაც აკეთოს და ამ შემთხვევაში ყოველთვის ჯობია რომ აკეთოს კამერის მხარემ თუ აქ მაგის საშუალება ვინაიდან ეს იქნება NVR-ი თუ ცენტრალიზებული მართვის სისტემა მათზე დატვირთვა იყოს ნაკლები კამერების მიმართ შეგვიძლია NVR-ის გარეშე კი მე გაკეთებული მაქვს და გატესტილი მაქვს ჩვეულებრივად on-with პროტოკოლითაც კი შეიძლება პირდაპირ კამერების მიმართ ანუ მაგალითად რო აიღოთ სხვა ბრენდის კამერა იმასაც მიაბავთ ჩვეულებრივად UniGuard-საც და UG server-საც
თქვენ ვიდეო ვოლის ბატონი გიორგი კითხულობს ვიდეო ვოლის სტილში დისკების გარეშე ანუ ბატონ ეს რაზე საუბარი ბატონ გაიოზი easy stations და easy stations ამას იმათ შეგვიძლია easy stations კი რატო არა კი ბატონო ოღონდ როგორც უკვე მოგახსენებთ, მხოლოდ Univius კამერებს დაინახავს ეს და ვერ დაინახავს სხვა ბრენდის კამერებს. ვინაიდან ONLIF პროტოკოლის ხარდაჭერა არ აქვს. მაგრამ თუ სხვა ბრენდის კამერას დავაერთებ ჯერ Univius NVR-ზე და შემდეგ უკვე ამ NVR-ს დავაკავშირებ Station-ს, მაგ შემთხვევაში დაინახავს კი. და პირდაპირ კამერაც Univius-ი შეიძლება რომ მიერთდეს. ისმენთ კიდევ რა შეკითხვები გვაქვს? ვერა, easy station-ზე Hikvision-ის მას ვერ დავამატებთ ვიდეო ჩამწერს. კაც იგივეა, რომ ONLIF პროტოკოლი პირდაპირ არ არის ხარდაჭერილი easy station-ს. მესმის კი თქვენი ხშირად არის ესეთი ასე ვთქვათ სიტუაციები და ამოცანები, თუმცა easy station-ზე ეგ არ გამოვა და არც სხვა წარმოებლებს არა აქვთ, როგორც ვიცი, ესე უფასო ვერსიებზე იმის საშუალება, რომ სხვა ბრენდის მაგალითად მოწყობილობები დაიმატოს. ამ შემთხვევაში უკვე ალბათ თუ მასშტაბურია, ალბათ უკვე ღირს რომ ვიფიქროთ სხვა ტიპის გადაწყვეტებზე, როგორც იყო UniGuard-ი ან UG სერვერი. აქ უკვე უპრობლემოდ შეგვიძლია დავაკავშიროთ მაგალითად Hikvision-ის ვიდეო ჩამწერი ჩვენ ცენტრალიზებულ სისტემაში. და შეკითხვები თუ მორჩა, მაშინ გადავიდეთ ჩვენი გათამაშების ეტაპზე. გავსვათ კითხვა, თუ ხართ მზად. და დღევანდელი გათამაშების კითხვა იქნება ესეთი. ხო, კი ბატონო, დამასწარით. დასმა და ბატონმა გიორგი მეფარიშვილმა უპასუხა პირველი შეკითხვას. და როგორც პრეზენტაციის თავში ეხატა გათამაშების დროს მოგებული ერგება პრიზი Univius IP კამერა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ყურადღებით უსმენთ ჩვენი ვებინარს და მონაწილეობთ ზოგადად ამ ჩვენს ასე ვთქვათ წამოწყებაში, ვადვენებთ თვალყურს და ასე აქტიურად მონაწილეობთ, ასევე არა მარტო ის რომ ვთქვათ, უბრალოდ ისმენთ, არამედ ჩართულები ხართ და სრულფასოვან ინფორმაციას ღებულობთ ჩვენი ვებინარებისგან. დათავარ კიდე თუ არის შეკითხვები, არ არის პრობლემა, დრო გვაქვს. უპასუხოთ, ან ვიმსჯელოთ რომელიმე პარამეტრზე თუ არის ამისი დამატებითი საჭიროება. თქვენ გულისხმობთ ჩვენ ესე ტექნიკოსის თანამშრომლობას, ესე ჩვენ ასე ვთქვათ კომპანია ვართ, გვაქვს ჩვენი თანამშრომლები, ასე ვთქვათ ვაგვარებთ სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემებს და ამოცანებს ჩვენს შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და იქ შეგიძლია იხილოთ. ასევე გვაქვს ხოლმე ვაკანსიები და ამ ვაკანსიებზე შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ თქვენი მონაცემები და თუ თანამშრომლობა შეიძლება ესე შედგეს ჩვენ შორის.
სხვა ფორმით ამჟამად როგორც ვიცი, თანამშრომლობა არ განიხილება. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ კუთხით, ჩვენი კიდე გამიმეორე, ჩვენი ვებგვერდი არის საკმაოდ ინფორმაციული, ანუ მუდმივად განახლებადია, მუდმივად სიახლეები იდება, ასევე სოციალურ ქსელებშიც ჩვენს გვერდებზე არის მუდმივად განახლებადი ინფორმაცია და ხოთ მიადევნოთ თვალყური და ნებისმიერი სიახლე და ინფორმაცია იქნება გამოქვეყნებული. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. თუ შეკითხვები აღარ არის, აა კი ბატონო, რაღაცა შეგროვებული ინტელექტუალური მონაცემების ექსპორტი გარე ბაზაში რამდენად მარტივად შეიძლება? კონკრეტულად ვერ მივხვდი თუ კონკრეტულად რაზეა საუბარი, თუმცა გარე ბაზაში და ზოგადად ეს უსაფრთხოების სისტემებში, მაგალითად ვიდეო სამეთვალყურო სისტემებში ხშირად არის ხოლმე, რომ ინტელექტუალური მონაცემების კი არა, მაგალითად ვიდეოს გაშვება სხვა სისტემაში გარკვეულ სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული. ამ კონკრეტულ შეკითხვაზე ხა ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ შეგვიძლია თქვათ მოვინიშნოთ და მერე გიპასუხოთ. კარგით, თუ აღარ არის შეკითხვები, მაშინ თქვენის ნებართვით დავასრულოთ ვებინარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩართულობისთვის.